პირველად მთელი ომის განმავლობაში რუსულმა რაკეტამ გაანადგურა ქარხანა, რომელიც ამერიკულ კომპანიას ეკუთვნოდა და უკრაინის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ეს 26 ივლისს კიევში მოხდა, მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ ეხლა გავიგეთ, როცა ამაზე ბრიტანულმა გაზეთმა Guardian-მა დაწერა. და აი რამდენიმე დღე გავიდა და დღეს ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოულოდნელად განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია მისცეს თუ არა უკრაინას ლიცენზია პეტრიოტის სისტემებისთვის რაკეტების წარმოებაზე. და ეს აჩენს კითხვას. ნუ თუ ვლადიმერ პუტინმა შეძლო დონალდ ტრამპის დაშინება კიევში ამერიკულ ქარხანაზე დართმით. ამავდროულად ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა თითქმის 1 წლის შემდეგ პირველად ისევ დაარტყა უკრაინელებს ჩრდილოეთ კორეული ბალისტიკური რაკეტით და სამწუხაროდ მთელი ოჯახი დაიღუპა. ამასობაში თავად რუსეთში კვლავ აგზელებენ წვა-საწყობები და ქარხნები. კერძოდ ამჯერად უკრაინის თავდაცვის ძალებმა ისევ დაარტყეს ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებსა და Wildberries-ის საწყობებს. ასევე გაჩნდა ნიშნები იმისა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები უკვე ოზონამდეც მიდიან. ამავდროულად მოსკოვის ოლქის ხელისუფლება უკვე ამზადებს კომუნალურ ინფრასტრუქტურას საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის შემთხვევაში. საერთო ჯამში, მოდით ამ გამოშვებაში ყველა ბოლო მოვლენა თანმიმდევრულად განვიხილოთ. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემები. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი. ჩვენ მივიწევთ 300,000 გამოწერისკენ. მადლობელი ვიქნები თითოეული თქვენი გამოწერისთვის. დავიწყებ რუსეთის დართმით ამერიკულ ქარხანაზე. Guardian-ის ინფორმაციით 26 ივლისს რუსულმა ბალისტიკურმა რაკეტამ გაანადგურა კომპანია Terminal Autonomous საწარმოო შენობა, რომელიც რეგისტრირებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის კომპანია, რომელიც უშვებს დართმით დრონებს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული დამიზნების სისტემებით, რომლებიც მდგრადია რუსეთის რადიოელექტრონული ბრძოლის მიმართ. გამოცემის ინფორმაციით, საწარმოში ყოველთვიურად იკრიბება 1000-მდე სხვადასხვა ტიპის უპილოტო აპარატი. მათ შორის არის დარტყმითი დრონები, AQ-400 Skyty, AQ-100 Bayonet და სადაზვერვო RQ-100 Scout. კომპანიის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ ის აწარმოებს, ციტატა, ბარაჟირებად საბრძოლო მასალებს, ხელოვნური ინტელექტით და მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალებს, რომლებიც უკვე აქტიურად გამოიყენება მოწინააღმდეგის ობიექტების წინააღმდეგ წინა ხაზზე. Guardian ამას პირველ ცნობილ შემთხვევად ასახელებს. ეს არის პირველი შემთხვევა მთელი მასშტაბური ომის განმავლობაში, როდესაც რუსული დართმა სწორედ ამერიკული კომპანიის ობიექტს გაანადგურა. და აი რაც ნიშანდობლივია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 26 ივლისის საკუთარი რეპორტი სწორედაც რომ იტყობინებოდა დართმაზე, ციტატა, დრონების აწყობისა და შენახვის ადგილას კიევის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. უბრალოდ მაშინ კომპანიის სახელი არ დაუსახელებიათ. ანუ რუსებმა თავად დაადასტურეს დართმა სწორედ ასეთ ობიექტზე. Guardian-ი ციტირებს ამერიკის დაზვერვის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის ენტონი ვინჩის სიტყვებს და ის ამბობს შემდეგს. რუსებს არ აინტერესებთ ვის ეკუთვნის საწარმოო ობიექტი. ეს მაინც სამიზნე რჩება. და სწორედ აქ Guardian აკეთებს მნიშვნელოვან შენიშვნას. თავდასხმა შეიძლება კონდეს მნიშვნელობა ASHS-ის გეგმების ფონზე, რომელიც უკრაინას ამერიკული შეიარაღების სისტემებისა და კერძოდ Patriot-ის ჩამჭერი რაკეტების წარმოების ნებას რთავს. ექსპერტების შეფასებით, თუ ასეთი წარმოება უკრაინაში განთავსდება, რუსეთი შეიძლება შეეცადოს მის დაბომბვასაც. და ცხადია, რომ კრემლი სწორედ ასეთ სიგნალს ცდილობდა ვაშინგტონისთვის გადაეცა. თითქოს თუ Patriot-ის რაკეტების საწარმო უკრაინაში გამოჩნდება, ისინი მას დაარტყამენ. მეორე მხრივ ეს იყო ასევე შემოწმება თუ როგორ რეაგირებს დონალდ ტრამპი იმ ფაქტზე, რომ რუსები უკვე ამერიკულ საკუთრებას ურტყამენ. დაიცავს თუ არა ის ამერიკელების სუვერენულ ინტერესებს თუ არა. და აი აქ სამწუხაროდ დონალდ ტრამპმა როგორც ჩანს უკან დაიხია. ნახეთ როგორ ების ეს დღევანდელი დღის მეორე მოვლენას. უკვე ივლისის ნატოს სამიტზე ანკარაში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ASHS-ში მზად არის უკრაინას მისცეს უფლება დამოუკიდებლად აწარმოოს რაკეტები Patriot-ის სისტემებისთვის. ხოლო ზელენსკიმ მოგვიანებით დაანონსა ახალი დახმარების პაკეტი ამ სისტემებისთვის საბრძოლო მასალებით. ამ კვირაში უკრაინული დელეგაციის ვაშინგტონში ვიზიტის დროს ზელენსკიმ და ტრამპმა კვლავ განიხილეს Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიების გადაცემის საკითხი.
და ზელენსკი მიანიშნებდა, რომ ამ საკითხში მხარეებმა პროგრესია აჩვენეს და საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. მაშინვე აღნიშნა, რომ დიახ, იყო ხმები, რომ კომპანია Boeing-მა უარი თქვა ამ რაკეტების თვითდამიზნების ტექნოლოგიის გადაცემაზე. მაგრამ აქ უნდა გვახსოვდეს, რომ კომპანია Boeing-ს ეს ლიცენზია არც იაპონიისთვის და არც გერმანიისთვის არ გადაუცია. მიუხედავად იმისა, რომ მათ რაკეტების წარმოების ლიცენზია აქვთ. ანუ კიდევ ერთხელ, ამერიკელებმა მისცეს შესაძლებლობა გერმანიასა და იაპონიაში რაკეტის აწყობისა და წარმოების. მაგრამ Boeing-მა მკაფიოდ განაცხადა, რომ რაკეტების დამიზნების სისტემების წარმოების ლიცენზიას ის არასდროს და არავის გადასცემს. და თვით იაპონიაც კი, რომელმაც უკვე დაიწყო რაკეტების აწყობა, მაინც იღებს Boeing-ისგან დამიზნების სისტემებს და უბრალოდ აერთიანებს მათ იმ რაკეტაში, რომელსაც თავად აწყობს. ანუ საქმე იმაშია, რომ Boeing-ი არა მხოლოდ უკრაინას არ აძლევს ლიცენზიას, არამედ საერთოდ არავის აძლევს. და ის სულ რამდენიმე დღის შემდეგ, რაც რუსებმა პირდაპირ იერიში მიიტანეს ამერიკულ ქარხანაზე კიევში, ტრამპი ინტერვიუში Financial Times-თან ამბობს შემდეგს. ლიცენზიის გაცემის გადაწყვეტილება უკრაინისთვის პატრიოტის რაკეტების წარმოებაზე ჯერ მიღებული არ არის. ის ჯერ კიდევ ფიქრობს, მისცეს თუ არა ეს ლიცენზია. შემდეგ მის ციტატას მოვიყვანე. ეს ძალიან უჩვეულო იარაღია და ჩვენ უნდა ვიყოთ ცოტა ფრთხილად, ვის ვაძლევთ ლიცენზიებს. სინამდვილეში ჩვენ არ ვლიცენზირებთ აღჭურულობას, ჩვენ უბრალოდ განვიხილავთ ამას. და შემდეგ ის ითქვა, რაც კიდევ ერთხელ ცვლის სიტუაციას, რადგან ტრამპმა განაცხადა, რომ მისი პრიორიტეტი ახლა არაა იარავის წარმოების გაფართოება, არამედ თავად ომის დასრულება. ეხლა კარგად მოусვინეთ. ციტატა. ჩვენ გვინდა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომი დასრულდეს. მე რაკეტებს არ ვეძებ. მაპატიეთ, მაგრამ ეს რა თქმა უნდა საერთოდ საშინელებაა, იმიტომ რომ შეგახსენებთ, საჰაერო თავდაცვის სისტემა პატრიოტი თავდასხმითი კი არა, თავდაცვითი სისტემაა. ის ფაქტი, რომ უკრაინას თქვათ რამდენიმე ასეული საკუთარი პატრიოტის ჩამჭრელი რაკეტა ექნება, არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო ომი გაგრძელდება. არა, ეს რაკეტები შეიძლება საწყობებში იდოს. რა არის პრობლემა? ომი ნებისმიერ დროს შეიძლება დასრულდეს. ეს შეტევითი იარაღი არ არის. ეს იარაღი რუსეთს არანაირად არ ემუქრება. საერთოდ არაფრით. ეს ფაქტობრივად თავდაცვის იარაღია. თუ ტრამპს ომის დასრულება უნდა ზეწოლა მოახდინოს დიქტატორ პუტინზე, შეაჩეროს ომი და რა არის პრობლემა? კარგი, უკრაინას დარჩება ეს პატრიოტის რაკეტები. ისინი ვერანაირად ვერ იმოქმედებენ ომის გაგრძელებაზე. და პირდაპირ კავშირს ამერიკულ კომპანიაზე Terminal Autonomy-ს დარტყმასა და ტრამპის მერყეობას შორის პატრიოტზე. რა თქმა უნდა, ოფიციალურად არავინ ასახელებს, არავინ ამ ორ ისტორიას ოფიციალურად არ დააკავშირებს და არც დააკავშირებს. მაგრამ ლოგიკა თავისთავად იკვეთება. თუ უპილოტო აპარატების ქარხანა უკვე გახდა სამიზნე, მიუხედავად იმისა, რომ ის ამერიკულია, მაშინ ვაშინგტონს უჩნდება დამატებითი მიზეზი. არ იჩქაროს გადაწყვეტილების მიღებაში უკრაინის მიწაზე კიდევ უფრო მგრძნობიარე წარმოების განთავსების შესახებ. და როგორც ჩანს, პუტინის სიგნალმა ტრამპზე იმუშავა. და ამერიკის პრეზიდენტმა მაშინვე დაიწყო უკან დახევა. აი სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს საქმე ესეთ ამერიკის პრეზიდენტთან, რომელიც კიდევ ერთხელ ვიტყვი, პირდაპირ ამას არავინ უკავშირებს, მაგრამ ასე ჩანს, თითქოს შეეშინდა და მაშინვე თქვა: არა, ბიჭებო, რა ლიცენზია? ჩვენ ჯერ არაფერი გადაგვიტყვეტი. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი საერთოდ არ ეერიდება უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე დარტყმისთვის იარაღის ნომენკლატურის გაფართოებას. ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დნეპროპეტროვსკის ოლქში კრივოი როგთან მდებარე სოფელ რადუშნოეზე დარტყმისას 30 ივლისის ღამეს. რუსეთმა თითქმის 1 წლის შემდეგ პირველად გამოიყენა ჩრდილოეთ კორეის წარმოების ბალისტიკური რაკეტა. შემდეგ ციტატა უკრაინის პრეზიდენტისგან. მოსკოველი ნაძირალების კავშირი ჩრდილოეთ კორეის გიჟურ რეჟიმთან რაკეტებისთვის ჩრდილოეთ კორეის კონტინგენტისთვის აქ ევროპაში ჩვენ საზღვრებთან და ჩვენი უკრაინელი ბავშვების მოსაკლავად. გახსენებთ, მაშინ 30 ივლისის ღამეს საცხოვრებელ კერძო სახლზე დარტყმის შედეგად მთელი ოჯახი დაიღუპა. ეს იყო 6 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი, 1 წლის გოგონა და 13 და 17 წლის ბიჭები. ასევე როგორც გახდა ცნობილი, უკრაინულმა რადარებმა დააფიქსირეს კვალი, რომელიც დამახასიათებელია კენ 23 ან კენ 24 ტიპის რაკეტებისთვის. ეს ჩრდილოეთ კორეული რაკეტებია. ბოლო დადასტურებული შემთხვევა ასეთი იარავის გამოყენებისა თითქმის 1 წლის წინ დაფიქსირდა. ანუ რუსეთმა კვლავ მიმართა სწორედ ჩრდილოეთ კორეული რაკეტების გამოყენებას.
სიტუაცია საშინელია. მე ვოლგოგრადზე დავწექი. დილის 5 საათია. 5:30-ია. ვოლგა უძრავად დგას. ვოლგოგრადი იწვის სიჩქარეში. როგორ იყვნენ ყველა ცოცხალი კოლეგები? ეხა უბრალოდ მოვიხედე, სახურავზე დგავარ უყურებ, იქ ისეთი მოხუცები არიან. შეგიძლია განასახიერო. კი ეხლა. ყველაფერი კარგადაა. მიღება. ყვამლიც მარხვა მასშტაბურია. ძალიან. ეხლა აქედან აქ. კარგი. და მე დავდგამთ კუთხეში. ანაკო. ეხლა იმაზე, რაც თვითონ რუსეთის შიგნით ხდებოდა ამ ყველაფერთან პარალელურად, უკრაინამ გააგრძელა დარტყმების სერია ლოგისტიკასა და ნავთობის გადამუშავებაზე. ამ ღამით ვოლგოგრადში დრონებმა შეუტიეს Wildberries-ის საწყობს და ამავე დროს დაზიანდა ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა Lukoil Volgograd Neftepereработка. ტატარსტანში დარტყმა ასევე მიადგა Wildberries-ის ლოგისტიკურ კომპლექს Zelenodolsk-ში. ხოლო ნიჟნეკამსკში ადგილობრივების ინფორმაციით 30-ზე მეტი აფეთქება მოხდა და ადგილობრივ ნავთობ ქარხანაზე ცეცხლის ალი ავარდა. მოკლედ, იქ ძალიან სერიოზულად იწვის ყველაფერი. ფაქტობრივად ეს არის კამპანიის გაგრძელება, რომელიც 18 ივლისიდან მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში რუსეთში უკვე Wildberries-ის 10-ზე მეტ საწყობს თავს დაესხნენ. დღევანდელი მდგომარეობით უკვე 10-ზე მეტი Wildberries-ის საწყობი დაიწვა და აშკარაა რომ ეს თავდასხმები გაგრძელდება. ეხლა კი მინდა თქვენთან ერთად გავაგრძელო. მინდა გაგიზიაროთ ვიდეო Excel-enoisგან იმის შესახებ, თუ 30 ივლისის მდგომარეობით რამდენი და სად დაიწვა Wildberries-ის საწყობები და როგორ რეაგირებდნენ ამაზე რუსები. შემდეგ კი ამ მოკლე ვიდეოს შემდეგ გავაგრძელებთ განხილვას. რა კიდევ დაიწვა დღეს რუსეთში? აი ესეთი მდგომარეობა. აქ ცხელა, აი აქ უკვე ცხელა. გაჩერდა. ეს უბრალოდ საშინელება. უბრალოდ ყველა მანქანა განადგურებულია. მობს სერიოზული პრობლემა აქვს. ყველაფერი განადგურდა. შენი ქალი გნატრობს, ძმაო. უბრალოდ საშინელება, ძმაო. ეს კატასტროფა. ჩვენ თქვენთან ვართ. აი ის დგას. მაგარია. რამაზმანი, ჯანდაბა, ჩვენ გადაღებაზე ვართ. ვიდივართ აქედან. აი საწყობი შიგნით იწვის. ჯანდაბა. აი რა ხდება VP კრასნოდარის საწყობში. ყველაფერი იწვის. სიტუაცია აქ რა თქმა უნდა საუკეთესო არ არის. აი ესე, ნევინკაში Wildberries-ის საწყობი იწვის. ერთია რომ საქონელი დაიწვა. მისი თავიდან დამზადება და ხელახლა შეძენა იქნება საჭირო. ყველაზე მთავარია რომ იქ დაშავებულები არ იყვნენ. და შა. Subtitrები. გოეთეს პა. Subtitrები. გოეთეს პა.
სუბტიტრები მოარგო სიმონმა, ჩამოიტანეს მიწოდება, მაგრამ უკვე აღარ თვირთავთ ჩვენ. ტექნიკურ მხარდაჭერას მივწერე. და ტექნიკური მხარდაჭერა მეუბნება, თქვენ და დააგზავნოთ თვიეთში, თორე ჯარიმას მიიღებთ. სად უნდა ჩავტირთო? პირდაპირ ნაცარში ჩავაგდო. ნაცარი? გასაგებია. სუბტიტრები ახლა რა ხდება? ფრთხილად ვასწავლი მას. გაგზავნეთ. ერთი მხრიდან ზამბისტა რაღაცას გავს, ასე გაიჟღერებს როგორც ლამაზმა. იმავე დღეს, 21 ივლისს, ვლადივოსტოკში დაიწყო რუსეთის უმსხვილესი ელექტრონიკის რიტეილერის DNS-ის საწყობი. და აი კომპანიის თანამფლობელმა დმიტრი ალექსეევმა დაწერა, რომ ზიანი უზარმაზარია, მაგრამ თავადვე დააზუსტა, რომ გარე ზემოქმედების ვერსია ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნია. ანუ როგორც ჩანს, ეს ჩვეულებრივი ხანძარია, რომელიც არანაირად არ უკავშირდება საჰაერო დარტყმებს. ან იქნებ უკავშირდება კიდეც. იცით, საქმე ამაში არ არის, არამედ იმაში, რომ რუსეთში საწყობები კვლავაც იწვის. მე პირდაპირ რამდენიმე მეტრში ვიმყოფები ხანძრის კერიდან. აქ, მე პირდაპირ რამდენიმე მეტრში ვიმყოფები ხანძრის კერიდან. აქ უკვე ჩამოინგრა სახურავი, ჩამოინგრა კედელი და ეს არის DNS-ის საწყობი, რომელიც იწვის. ჩვენ ვაგზავნებთ მუშაობას DNS-ის საწყობის ხანძარზე და აი ჩემს უკან პირდაპირ ჩანს, როგორ იწვის შენობა შიგნით. ამ დროს ტექნიკის რაოდენობა უკვე 1000-ის რომდე გაზარდეს და ხანძრის ლიკვიდაციაში 40-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. აქ სუნთქვა სრულიად შეუძლებელია, შეხედეთ როგორი ბურუსია. სხვათა შორის დღესვე გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს როგორ ააცილა უკრაინულმა დრონმა მიზანს და დაარტყა ოზონის საწყობის გვერდით. ეს ნიშნავს, რომ Wildberries-ის შემდეგ შეტევები უკვე ოზონის საწყობებზეც გადადის. იქიდან კი უკვე Yandex მარკეტამდეაც აღარ არის შორს. დაბრძოლება იქნება. ყურადღება, ფოკუსზე. სუკა დედა მოთხნულო მახინჯო. და ბოლოს, მაგრამ ყველაზე მრავლის თქმელი, დღევანდელი ამბავი. მოსკოვის ოლქის ხელისუფლებამ დაიწყო კომუნალური ობიექტების მომზადება სამხედრო მდგომარეობისა და მობილიზაციის შემთხვევაში. ეს ჯდება ბევრად უფრო ფართო სურათში, რომელსაც ბოლო კვირებში აფიქსირებენ რუსული ოპოზიციური გამოცემები ვერსკა და ვაჟნიე ისტორიი. რამდენიმე წყარო ფედერალურ და რეგიონულ ხელისუფლებაში არ გამორიცხავს რუსეთში სამხედრო მდგომარეობის ან მისი ელემენტების შემოღებას. სწორედ სექტემბრის სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდეგ, მათი ინფორმაციით სამხედრო მდგომარეობის გარდა არ არის გამორიცხული ახალი მობილიზაციაც, რომლის შესახებაც ჭორები უკვე რამდენიმე თვეა ვრცელდება. ასევე არ არის გამორიცხული ვალუტური კანონმდებლობის გამკაცრება და საზღვარგარეთ გასვლის აკრძალვა მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიებისთვის. და ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტიც ცალკე აღნიშნავს იმ შესწორებებს, რომლებიც როსგვარდიის ამოცანებს აფართოებს. ეხლა მათში ჩნდება. პირდაპირ არის ჩაწერილი მზადება საფრთხეებისგან დასაცავად, რომლებიც წარმოიშობა ციტატა მობილიზაციის, საომარი მდგომარეობის ან საომარი დროის პერიოდში. შედეგი რაც აქედან გამომდინარეობს. 1. აშშ-ს მიერ დემონსტრირებული მზადყოფნა გააძლიეროს უკრაინის საჰაერო თავდაცვა ტექნოლოგიებით. თან ახლავს პირდაპირ მტკიცებულებაც იმის შესახებ, რომ საწარმო ობიექტები უკრაინის ტერიტორიაზე რჩება მოწყვლადი კაპიტალის წარმოშობის მიუხედავად. და სწორედ ეს ართულებს ვაშინგტონისთვის გადაწყვეტილებას პატრიოტზე. 2. ჩრდილოეთ კორეული. ბალისტიკის გამოყენება აჩვენებს, რომ რუსეთი ფხენიანისგან მხოლოდ ჭურვებსა და მათ ცოცხალ ძალას არირებს. არამედ პირდაპირ იყენებს მის რაკეტებს საბრძოლო პირობებში უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ. და მესამე, სანამ უკრაინა მეთოდურად ანადგურებს რუსეთის ლოგისტიკასა და ნავთობ გადამამუშავებას საწარმოებს, თავად რუსეთი ქვეყნის შიგნით ემზადება არა დეესკალაციისთვის, არამედ პირიქით, საომარი მდგომარეობისთვის და ახალ მობილიზაციისთვის. რაც მიუთითებს იმაზე, რომ კრემლი ელოდება გახანგრძლივებულ ომს და არა სწრაფ მოლაპარაკებებს. აქ მრავალ წელს დავშვა.
თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააცკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. გოლას მშვიდობით.